მოგესალმებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ყველაზე აზარტული ლიტერატურული შოუს წიგნების თაროს სტუდენტურ სეზონს. მე მისი წამყვანი სანდრო ლორდკიფანიძე ვარ, ხოლო ჩვენს დღევანდელ გადაცემაში სტუმრად იქნება ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე. გამარჯობა, სტუმრობისთვის. მადლობა დაპატიმრებისთვის. როგორც გითხარით, დღეს ჩვენი სტუდენტური სეზონის პირველი თამაშია და ნება მომეცით წარმოგიდგინოთ პირველი თამაშის მონაწილეები. ჩემგან ხელმარცხნივ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თემუკა ელენა და ზურა. და ჩემგან ხელმარჯვნივ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ტატო გურამი და ოთარი. მოგესალმებით, მეგობრებო, მზად ხართ თამაშისთვის? ვარ ნერვიულობ ცოტას. პირველი თამაშია მაინც სტუდენტურ სეზონში. მე ძალიან მოკლედ გაგაცნობ თამაშის წესებს, იმიტომ რომ ფორმატი ოდნავ შეცვლილია პირველ სეზონთან შედარებით. ცვლილება კი იმაში მდგომარეობს, რომ ვიწყებთ ჯგუფური ეტაპით, შესაბამისად გვაქვს ორი ქვეჯგუფი, რომელშიც სამ-სამი გუნდია განთავსებული. ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს შეხვდებიან ყველას და ამის შემდეგ გამოვლინდება ორი მოწინავე პოზიციაზე მყოფი გუნდი, რომლებიც უკვე ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ ასპარეზობას ნახევარფინალებში, შემდეგ გვექნება ფინალი და გამოვავლენთ, რა თქმა უნდა, გამარჯვებულს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ თვითონ თამაშის წესები, თვითონ თამაშის ფორმატი არ იცვლება, კვლავაც და კვლავაც გვაქვს 7 ძირითადი შეკითხვა და ბლიც ტური, რა თქმა უნდა, თითოეული ძირითადი შეკითხვა ფასდება სამქულიანი სისტემით, თუ შეკითხვისთანავე გამოიცნოთ მიიღებთ 3 ქულას, თუ დაგჭირდებათ დამატებითი 30 წამი მიიღებთ 2 ქულას და ამის შემდეგ თამაში ჩაერთვება ჩვენი ძვირფასი სტუმარი, რომელიც დამატებით მინიშნებას მოგცემთ თქვენ და მინიშნების გამოყენების შემთხვევაში მიიღებთ 1 ქულას. ასევე ერთ-ერთი რაუნდი არის სტუმრის რაუნდი, სტუმარი თავად დასვამ შეკითხვას და ითამაშებენ თქვენი გულშემატკივრები და უმნიშვნელოვანესი იქნება ამ დროს გულშემატკივრების აქტივობა. ხოლო რაც შეეხება ბლიც ტურს, ბლიც ტურში ერთი მოთამაშე რჩება ჩემთან სათამაშოდ და უნდა შეეცადოს 1 წუთის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტ შეკითხვას გასცეს სწორად პასუხი. თითოეული სწორი პასუხი ბლიც ტურში ფასდება 1 ქულით. ეს ყველაფერი გასაგებია და ვიცით, ხო? უნდა გითხრათ აუცილებლად რა პრიზებია ჩვენ გადაცემაში, იმიტომ რომ უბრალო მონაწილეებსაც კი შესანიშნავი პრიზები ერგებათ. კერძოდ, თითოეული ის მოთამაშე, რომელიც მოიგებს ერთ თამაშს მაინც მიიღებს პრიზად თბილისი Open Air 2016-ის აბონემენტს Alter Vision Group-ისგან, რა თქმა უნდა, ასევე თითოეულ მონაწილეს გადაეცემა წიგნების ელექტრონული წიგნების სახლის საბასგან ელექტრონული წიგნებით ამ ზარდი რაოდენობით ეტაპის და შესაბამისად ისე რომ ფინალის შეიძლება დაუბრუნდეს 50 წიგნამდეც, ესაც მშვენიერი საჩუქარია. პრიზები, რა თქმა უნდა, ამით არ თავდება და თითოეული მონაწილე თითოეული თამაშის ბოლოს მიიღებს სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს, გამომცემლობა წიგნები ბათუმშისგან, მშვენიერი პრიზები დაგიგროვდებათ, დარწმუნებული ვარ და რაც შეეხება მთავარ პრიზს, გამარჯვებულ გუნდს ტურისტული კომპანია კაპიტან პლუსი გადასცემს სტამბოლის წიგნების ფესტივალის საგზურს, შესაბამისად სამივე მოთამაშეს მიეცემა საშუალება დაათვალიერონ ეს მშვენიერი ქალაქი და გაემგზავრონ წიგნების ფესტივალზე. ასევე ჩვენი გადაცემა ტრადიციას აღალავობს და ჩვენ ჩემპიონატის პარალელურად ცხადდება ბლოგერების კონკურსი, რომელმაც უნდა გამოავლინოს 6 გამარჯვებული ბლოგერი, რომლებიც ითამაშებენ ბონუს თამაშს და ბონუს თამაში გამარჯვებულ 3 ბლოგერს ამ ყველა საჩუქართან ერთად გამომცემლობა წიგნები ბათუმში კიდევ გადასცემს დამატებით 100 ლარიან ვაუჩერებს. ესაც შესანიშნავი ამბავია დარწმუნებული. მოკლედ პრიზები ვთქვით, თამაშის წესები ვიცით, мотивация გვაქვს შესაბამისი და მზად ხართ ხო თამაშის დასაწყებად. მაშინ დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. ყურადღება, პირველი შეკითხვა. გამოიცანეთ წიგნი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა თავის სფეროში. წიგნი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში გამოიცა და მასში ისეთ თემებზეა საუბარი, რომელიც არასამეცნიერო წრეებისთვის ხშირად გაუგებარი და აუხსნელია. თუმცა ავტორი
პოპულარულ ენაზე აღწერს დარგის ამ თუ იმ საიდუმლოს და უბრალო მკითხველისთვისაც გასაგებს ხდის მათ. შესაბამისად ლოგიკურია, რომ წიგნი გამოცემისთანავე იქცა ბესტსელერად და დღეისათვის 10 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. მართალია ავტორი სამეცნიერო მიღწევებითაა ცნობილი და აღიარებული და არა ლიტერატურული მოღვაწეობით. მაგრამ ხშირად აღნიშნავენ, რომ წიგნი ისეა დაწერილი, რომ ლიტერატურულ ღირებულებებსაც კი ატარებს. აქედან გამომდინარე უცნაური, მაგრამ მაინც გასაგებია, რომ ასეთი ტიპის წიგნზე არსებობს ფილმი. მაშინვე ფილმზე დააჭირა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა ტატო, რომელიც ვიცი რომ ფილმების დიდი მოყვარულია, ხო? კი, ეს უნდა იყოს კარლ საგანის კონტაქტი. კარლ საგანის კონტაქტი. ფილმი მახსენდება კონტაქტი, კი. ვინ თამაშობს თავარ როლში შემოწმება? ჯოდი ფოსტერი. ჯოდი ფოსტერი, კი. და დანარჩენ შეკითხვის მოცემულობას ემთხვეოდა? კი, ანუ მეცნიერია და sci-fi ნაწარმოები. 80-იან წლებში გამოიცა, სამეცნიერო მიღწევებითაა ცნობილი უფრო მეტად ვიდრე ლიტერატურული. სავარაუდოდ. სამწუხაროდ ეს ის შემთხვევა, როცა ფილმების ძალიან კარგად ცოდნა პირიქით უკვე შედეგს გვაძლევს, ეს არ არის სწორი პასუხი, რატო? ამიტომ მე ვაგრძელებ შეკითხვის წაკითხვა სპეციალურად ილიაუნის გუნდისთვის, შეგიძლიათ ბოლომდე მოისმინოთ შეკითხვა მშვიდად. როგორც გითხარით, ამ წიგნზე არსებობს ფილმი, თეატრალური სპექტაკლი და ოპერაც კი. ავტორის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა ბოლო წლებში გამოსული ბიოგრაფიული კინოფილმის შემდეგ, რომელშიც ის ბოლომდე რატო არ მაცადეთ მაინც? რომელშიც ის ვამბობდი ვინ ითამაშა, მაგრამ აღარ გეტყვით, თემუკა შენ პასუხებ? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჰოუკინგის დროის მოკლე ისტორია. დროის მოკლე ისტორია და ვინ ითამაშა, მე რაც უნდა მეთქვა? ედი რედმეინმა. რომელშიც ის ედი რედმეინმა განასახიერა დროის მოკლე ისტორია, სწორი პასუხია და 3-0 ხდება ანგარიში. ოდნავმა სულსწრაფობამ პირველი სამი ქულა დაგაკარგინათ, მაგრამ მოუტანა ეს სამი ქულა ილიაუნის გუნდს. გილოცავთ პირველი სამი ქულა სტუდენტურ სეზონში და გავაგრძელოთ თამაში პრინციპში, ხო? კარგით, მეორე შეკითხვა. ნაწარმოები, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, პირველად მე-20 საუკუნის 50-იან წლებში გამოიცა და ავტორს დიდი აღიარება მოუტანა. ბევრმა კრიტიკოსმა ის თაობის საუკეთესო მწერლად შერაცხა. კიდევ უფრო დიდი პოპულარობა ნოველამ მას შემდეგ შეიძინა, რაც 60-იანებში მის მიხედვით ფილმი გადაიღეს. ჰენრი მანჩინის მუსიკით და იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი მსახიობით მთავარ როლში. საინტერესოა, რომ წიგნის მთავარ გმირს პირვანდელ ვერსიაში აი ისევ არ მაცდით თქვა თუ რა ერქვა წიგნის მთავარ გმირს. ხო არ იცი? ლოლიტა. წიგნი არის ლოლიტა და ლოლიტა. კი. ფილმიც ლოლიტაა შესაძლოა. ფილმიც ლოლიტა. და პირვანდელ ვერსიაში რა ერქვა, ხო არ იცი? სანამ გამოიცემოდა ამ სახელით. უკვე მეორედ ხდება ტატო ის რომ ფილმების დიდი სიყვარული დამღუპველია თქვენი გუნდისთვის. ეს ისევ არ არის სწორი პასუხი, არ იქნება პოკერზე საუბარი ამ შემთხვევაშიც და ისევ ვაგრძელებ შეკითხვის წაკითხვას ილიაუნის გუნდისთვის. ამჯერად მაინც მოусმინეთ ბოლომდე. კარგით? ყურადღებით ვაგრძელებთ. წიგნის მთავარ გმირს კი რაც არ დამაცადა ფრიუნის გუნდმა. პირვანდელ ვერსიაში კონი გუსტავსონი ერქვა. და შემდეგ დაერქვა ჩვენთვის ნაცნობი სახელი, რომელიც უფრო მეტად ასოცირდება სასიამოვნო დასვენებასთან. აღსანიშნავია, რომ არაერთი ქალი იბრალებდა მთავარი გმირის პროტოტიპობას. თუმცა ამ სტატუსისთვის არასოდეს გაუგრძოლია ჰარპერ ლის, რომელიც სინამდვილეში რა ვიღო? ანუ გუნდს აქვს საშუალება რომ კითხვა ბოლომდე მოისმინოს, მაგრამ იმდენად დარწმუნებული ხარ ზურა შენ პასუხში, რომ არაცდი. ხო, ტრუმენ კაპოუტის საუზმე ტიფანისთან. საუზმე ტიფანისთან. კონი გუსტავსონი თუ რატომ? თუ ჰარპერ ლის? ჰარპერის მეგობარი იყო ტრუმენ კაპოუტი ბავშვობის და ანუ ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ და შეიძლება რომ ჰარპერ ლის დაებრალებინა, რომ ჩემი პროტოტიპიაო. და კონი გუსტავსონს შემდეგ ჩვენთვის ნაცნობ ვერსიაში რა დაერქვა, ხო არ გახსოვს? სახელი სამწუხაროდ აღარ მახსოვს ამ გოგოსი. ოდრი ჰებერნი ასრულებს ფილმში მთავარ როლს.
კი ბატონო. ნიკო, როგორ ფიქრობთ, ეს სწორი პასუხია? კი. კი. ეს სწორი პასუხია 6-0 ხდება ანგარიში. გაიზარდა უპირატესობა, ილიაუნის გუნდი უკვე ძალიან გაიჭრა წინ. ორივეჯერ დაასწრეს თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის მოთამაშეებმა, მაგრამ ორივეჯერ აღმოჩნდა მცდარი. მეგობრებო, შვიდად ყურადღებით, არ იჩქაროთ, სანამ საკმარისი ფაქტები არ გექნებათ პასუხისთვის და გავაგრძელოთ თამაში. ყურადღებით მესამე შეკითხვა. ამ ძალიან ცნობილი ფრანგი ავტორის ეს ფილოსოფიური და ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ნაწარმოები მისი სადებიუტო რომანია, რომელიც თავდაპირველად ატარებდა სახელწოდებას მელანქოლია და ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთ კანონიკურ ნაშრომად ითვლება. რომანი პირველად მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გამოიცა და ავტორს მალევე მოუტანა აღიარება. აღსანიშნავია, რომ თავად ამ ძალიან მნიშვნელოვანი მწერლის აზრით, რომელსაც არაერთი სხვა ნაწარმოები ეკუთვნის, ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა. ნაწარმოებს კი წერს არა ავტორი, არამედ მთავარი გმირი დღიურის სახით და თხრობაც შესაბამისად პირველ ამჯერად უკვე ილიაუნი რისკავს პირველი ვნახოთ რა მოხდება. ელენა, ფიქრობთ, რომ ეს არის სარტრის გულისრევა. გულისრევა? სარტრი წაკითხული გაქვთ? კი, იმიტომ რომ დღიურის ფორმითაა დაწერილი, წერს რომანის მთავარი გმირი. საერთოდ სარტრს უყვარდა ამ ფორმით წერა, იქნებ სხვა ნაწარმოებზეა საუბარი. თქვენ რას ფიქრობთ? გქონდათ ვერსია, ან ეს ვერსია, ან სხვა ვერსია? ესა. უკვე მესამე შეკითხვა სტუმრამდე არ აღწევს საქმე, იმიტომ რომ ეს სწორი პასუხია ჟან-პოლ სარტს უკვე მესამე სამი ქულა მოაქვს თქვენთვის და 9-0 ხდება ანგარიში. ფრიუნი გამოცოცხლდით, გამოფხიზლდით, მეგობრებო. გამოფხიზლდით, 9-0 არის საკმაოდ დიდი უპირატესობა, თუმცა არც ისეთი რომ ვერ შემოტრიალდეს, იმიტომ რომ 4 შეკითხვაა წინ. და აი შეიძლება ახლა მე-4 შეკითხვა, რომელიც სტუმრი შეკითხვა იმოქმედოს თქვენთვის დადებითად. ნახოთ, გთხოვთ, ჩვენი გუნდების გულშემატკივარს დაუსვათ ეს შეკითხვა. თქვენ და გამოიცნოთ ნაწარმოების სახელწოდება, რომელიც ითვლება, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი მსოფლიო ლიტერატურაში. ეს ლიტერატურული ძეგლი ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1000 წლეულობით ადრე დაიწერა და ჩვენამდე კი მოაღწია, თუმცა არასრულად. შემორჩენილია 5 ოდით ქმულება, რომლებმაც საბოლოო ჯამში ერთიანი ეპოსის სახე მიიღეს. არის ვერსია თავისუფალი უნივერსიტეტის გულშემატკივრებში, არ დაგვეცადეს კითხვა ბოლომდე. ჩვენი აზრით ეს უნდა იყოს გილგამეშის ეპოსი. გილგამეშის ეპოსი? შანშე დარწმუნებული ხარ ამ ვერსიაზე? კი, ან თითქმის დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ 1000 წლეულებით ადრე დაწერილი მნიშვნელოვანი ეპოსი ერთადერთი ეგ გამახსენდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი. ბევრჯერ იჩქარა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა. ხო, მაგრამ ეხლა ის თუ არო სიჩქარე უკვე გამართლებულია. არ ვიცი, არის ეს სწორი პასუხი. ყველაფერზე სწორი პასუხი ქონდა საერთოდ რაც კითხე. გილგამეშის ეპოსი სწორი პასუხია და 3 ქულა მოაქვს გულშემატკივარს თავისუფალი უნივერსიტეტისთვის, 9-3 ხდება ანგარიში უკვე 6 ქულიანი უპირატესობა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს. რაღაც სწრაფად წავიდა თამაში, რას ფიქრობთ? მზადებულები არიან და მე მგონია რომ ჯერ კიდე არაფერი არ დასრულებულა და ბრძოლა იქნება სისხლიანი. კითხვები რთულია, როგორ ფიქრობთ? აი გამოჩნდება ნელ-ნელა. ჯერჯერობით მე მგონი არ ერთულად. არ ერთულად, ხო, თუმცა მარტივი კითხვებით არ ერქვა პრინციპში არც ერთს. კარგი, ყურადღება მოიკრიბეთ. 9-3 ანგარიში, ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა და მე-5 შეკითხვა. ჩვენი მორიგი კითხვის გამოსაცნობად მე-19 საუკუნის 80-იან წლებში მოგიწევთ გადანაცვლება. ნისლიან ლონდონში, სადაც ყოვლად დაუჯერებელი ამბებიც კი შეიძლება მოხდეს. ერთი შეხედვით ნაწარმოებში, რომელიც თქვენ უნდა დაასახელოთ, რომანტიზმის ჟანრისთვის ჩვეული თემებია გადათამაშებული. თუმცა ავტორმა გადაწყვიტა პიროვნების ბრძოლა საკუთარ შინაგან სამყაროსთან. ეხლა ესე იგი ველოდები ამჯერად მაინც თუ გაამართლებს რისკს. ამჯერად არის რობერტ ლუის სტივენსონის ჯეკილი და ჰაიდი. დოქტორი ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია.
იმიტომ რომ პიროვნების ბრძოლა საკუთარ ესეც თავს. ფილმი გაქვს ნანახი დატომ? თუ ამჯერად პირდაპირ ლიტერატურული პიროვნებიდან გახსოვთ. ხო? კი. რა ვიცი, თქვენც გაქვთ რამე ესეთი ვერსია? მსგავსი? არა. აბა ხო არ გახსენდებათ, არ ვიცი ეს სწორი პასუხია თუ არა, მაგრამ დოქტორ ჯეკილისგან და მისტერ ჰაიდის ისტორიიდან შემდეგ რომელიც ცნობილი კომიქსის გმირი წარმოიშვა? ჰალკი? ხო. ამ კითხვის ბოლო სიტყვაც ჰალკია, ესე იგი ეს სწორი პასუხია, გილოცავთ. დოქტორმა ჯეკილმა და მისტერ ჰაიდმა, ანუ ერთმა ადამიანმა ამ შემთხვევაში მოგიტანათ დამატებითი 3 ქულა, 9-6 ხდება ანგარიში. გავამხნევოთ უფრო მაგრად ჩვენი გუნდები, ისინი ამას იმსახურებენ ნამდვილად. არც ეს იყო პრინციპში ძალიან რთული შეკითხვა, ხო? არც ძალიან მარტივი არ იყო, კარგად გამოიცნეს ზუსტად დროზე, იმიტომ რომ 2-3 სიტყვა და მე უკვე სხვა რა დასწრებაზე იქნებოდა. კი, ნამდვილად ასეა. გუნდები მომზადებულები არიან, 2 შეკითხვა დარჩა და ამ 2 შეკითხვამ შეიძლება ყველაფერი გადაწყვიტოს. ცოტა უნდა შეგაშინოთ, თორე ძალიან ხნედ გამოიყურებით. კარგით, მოიმზადეთ. მე-6 შეკითხვა. წიგნი, რომელიც უნდა გამოიცნოთ, ცნობილ თანამედროვე მწერალს ეკუთვნის. ის რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიის მფლობელია და თანაბარი წარმატებით მოღვაწეობს როგორც პროზაში, ისე პოეზიაში. ეს წიგნი კი მისი მოთხრობების კრებულია, რომელიც ერთ ქალაქზე მოგვითხრობს. რა? მე მგონია რომ ეს ქართველი ავტორი და სალომე ბენიძის ქალაქი წყალზე. სალომე ბენიძის ქალაქი წყალზე? იმიტომ რომ რამოდენიმე ლიტერატურულ პრემიას აქვს, თან პოეზიასაც წერს და პროზას. ზურა, მე არც ქართველი მიხსენებია. ქართველი არ გითხოვთ? არა, არ მithქვამს. და რაც მთავარია, თანამედროვე ლიტერატურაში დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ნაწარმოები იქნება ქალაქზე დაწერილი, ხო? ანუ რაღაც ძალიან გარისკეთ მე მგონი. ხო, მე მგონი ამჯერად ტატოს მიბაძეთ. კი. მაგრამ შედეგი სხვანაირია, იმიტომ რომ ეს სწორი პასუხია. ეს სწორი პასუხია, ესე იგი, ძალიან მწირი ინფორმაციით და მინიშნებებით გახვედით სწორ პასუხზე. ყოჩახ თანამედროვე ქართველ ავტორზე, სალომე ბენიძეზე იყო საუბარი და მის პროზაულ კრებულზე, სახელწოდებით ქალაქი წყალზე, რომელიც ქალაქზე და შვიდ გოგონაზე მოგვითხრობს. ესაც უნდა მეთქვა შემდეგ კითხვაში, მაგრამ არ მაცადეთ და ისე მივხვდით. ნუ შემდეგ ვახსენებდი რომ ქართველია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ინტუიციაც ჭრის. 12-6 ხდება ანგარიში. 6 ქულიანი უპირატესობა ბოლო კითხვის წინ. ისევ სტომარს მინდა შეკითხვით მივმართო. ინტელექტუალური თამაშები უცხო არ არის თქვენთვის და რა რჩევას მისცემდით ამ შემთხვევაში მოთამაშეებს? არა, რჩევა უნდა მიცე კაცო, ძალიან კარგად თამაშობენ, ზურამ ბოლოში როგორ გარისკა მართლა ძალიან ხანდახან უნდა ენდო როგორც ჩანს. მეც ალბათ არ გავრისკავდი. მანდედან არა, არ მომაფიქრდებოდ. ამასთანაც წავიკითხეთ და სანამ შუაში არ ჩავიდოდე კითხვის. კი ბატონო, 12-6-ით ანგარიშზე. გადავდივართ ბოლო შეკითხვაზე, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ან ილეონისთვის, ან ფრიუნისთვის. ნახოთ. მე-7 შეკითხვა. წიგნი, რომელიც უნდა გამოიცნოთ, ძალიან ცნობილ ავტორს ეკუთვნის. ის მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოების ავტორია. მათ შორის კი ეს წიგნი ბევრის აზრით გამორჩეულია. ის რუანთან დაიბადა და საკმაოდ რთული ცხოვრება განვლო. თუმცა მისი ბიოგრაფია მდიდარია დაუზუსტებელი დეტალებით და დღემდე ბევრია მის გარშემო საკამათო. ეს რომანი კი ომისა და სიყვარულის მარადიულ ჭიდილზეა და მოვლენები სულაც არ ვითარდება პარიზში, როგორც ამას მე-19 საუკუნის ფრანგი რომანისტებისგან ვართ მიჩვეული. უფრო მეტიც, ის ძალიან შორეულ წარსულზე მოგვითხრობს. ჩვენი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში, კართაგენში კართაგენმა განსაზღვრა, აბა კართაგენში რა ხდებოდა?
არა უკვე დაჭერილია. პარტამენტში იყო პირველი პუნიკური ომი სავარაუდოდ ეს არის სალამბო. სალამბო? ხო. ავტორი ვინ არის? ავტორი ამას. მაგრამ გახსოვს რომ სალამბოში პირველ პუნიკურ ომებზეა საუბარი? კი, ფლობერი რომ კონკურსი. დარწმუნებული ხარ? კი. არ დავარტყანი. რაო ავტორიო ვინო? ფლობერი. ფლობერი. გუსტავ ფლობერი კეთილგანწყობილი აღმოჩნდა ფრიუნის მიმართ ეს სწორი პასუხია. რაც ძალიან ძაბავს ბლიცტურის წინ სიტუაციას, იმიტომ რომ 12:09 ხდება ანგარიში. რა თქმა უნდა, არც ერთი შეკითხვა არ მივიდა დამატებით 30 წამამდე და მით უფრო სტუმრის მინიშნებამდე. არა და არ იყო მარტივი შეკითხვები, არც სალამბო არ იყო განსაზღვრული მარტივ შეკითხვად, მაგრამ 12:09 ანგარიში სამქულიანი უპირატესობა, რაც შეიძლება რომ გაიზარდოს ბლიცტურში ან პირიქით ამოიქაჩოს მეორე გუნდის მიერ. კარგით, წინ არის ილიაუნის გუნდი, ამიტომ პირველი თქვენ გეკითხებით, ვინ დარჩება ბლიცის სათამაშოდ. ზურა. კეთილი, თემუკა, ელენა დატოვეთ ზურა ბლიცტურისთვის. და ვინ ითამაშებს ბლიცს? სიურპრიზი. ტატო. გურა მოთარ, გადაინაცვლეთ გულშემატკივრებში. ხო, ზურა ტატოს წინააღმდეგ. საუკუნის ორთაბრძოლა, ასე შეიძლება დავარქვა დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე. მზად ხართ ბლიცტურის სათამაშოდ? აღსანიშნავია, რომ სტუდენტური სეზონის პირველი თამაშია და პირველად უწევთ ამ მოთამაშეებს ბლიცის თამაში, რაც არც თუ ისე მარტივ მდგომარეობაში აყენებს მათ. ზურა, პირველი შენთან თამაშობ, იცი, იმიტომ რომ წინ არის შენი გუნდი სამი ქულით. დათხარ? კი. თამაშობთ ბლიცტურს ზურასთან ერთად. ყურადღებით. დავიწყოთ. სადაური მწერალია ჯეიმს ჯოისი. ინგლისელი. ირლანდიელი. რა სახელით ვიცნობთ მახვილ გონიერი იდალგოს ლამანჩიდან? დონ კიხოტი. სწორია, შექსპირის რომელი გმირის სიტყვებია სიტყვები? არ ვიცი, შემდეგ. ჰამლეტის. ილია ჭავჭავაძის მგზავრის. წერილები. სწორია, ჰომეროსის მიხედვით ვისი შვილია ტელემაქე? არ ვიცი. ოდისევსის. რომელი ესპანურენოვანი რომანის გმირია მელქიადესი? ისა მარტოობის ასისტენტი. სწორია, რამდენი შვილი ყავს კონკიას დედინაცვალ ზღაპრეს მიხედვით? 2. სწორია, ვისი ლექსია კრწანისის ყაყაჩოები? არ ვიცი. ლადო ასათიანის. უილიამ ფოლკნერის ხმაური და? მძვინვარება. სწორია, რა ქვია უინსტონ სმიტის საყვარელ თავს ორუელთან? არ ვიცი, შემდეგ. ჯულია, რა ქვია ჯონ სნოუს მგელსაზარას? არ ვიცი. მოჩვენება, რისი გადანერგვაა აღწერილი რომანში სპირალი? არ ვიცი. ტვინის, ჩეხოვის რომელ პიესაში ვხვდებით ვაჭარ იერმოლაის? არ ვიცი. ალუბლის ბაღი, რა არსებები არიან ჯონათან სვიფტის მიხედვით ჰუნჰუნჰუნები? ხოლია. ცხენები, რომელი მშობელი ახლავს თან ბავშვს კორმაკ მაკარტის გზაში? მამა. სწორია, დრო ამოიწურა. და შენ დაგიგროვდა 6 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები ზურას. 9 ქულამდე გაზარდა უპირატესობა თავისი გუნდის და ტატო, შენთან უნდა ვითამაშო ბლიცტური. მზად ხარ? კი. ყურადღებით. დავიწყოთ. სადაური მწერალია მარსელ პრუსტი? ფრანგი. სწორია, ვინ ახლდა თან დონ კიხოტს ერთგულად? სანჩო პანსი. სწორია, შექსპირის რომელი გმირის სიტყვებია ო რომეო, რა თხარ რომეო? ჯულიეტი. სწორია, ილია ჭავჭავაძის ქვათა? ღაღადი. სწორია, ჰომეროსის მიხედვით რომელი სამეფოს მეფე იყო პრიამოსი? ტროა. სწორია, რომელი ესპანურენოვანი რომანის გმირია რემედიოსი? შემდეგ. მარტოობის 100 წელი. რამდენი არცება შეიფარებს ფიფკიას ზღაპრის მიხედვით? სწორია, ვისი ლექსია მემენტო მორი? ტერანდი გრანელი. სწორია, ჯეინ ოსტინის სიამაყე და? სრულწმენა. სწორია, რა ქვია ბერნარდ მარქსის სასურველ ქალს ჰაქსლისთან? შემდეგ. ლენინა, რა ქვია არია სტარკის მგელსაზარას? ნიმერია. სწორია, დოჩანაშვილის რომელი რომანის გმირი ოცნებობს კარცერ ლუქსზე? კაც რომელიცაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. სწორია, ჩეხოვის რომელ პიესაში ხვდებით მსახიობობაზე მეოცნებე ნინა ზარეჩნაიას? შემდეგ. თოლია, რომელ წიგნში ხვდებით ადამიანის მაგვარ არსებებს იაჰუებს? გულივერ თაგვასავალი. სწორია, ვისთვის არ არის ადგილი აქ კორმაკ მაკარტის რომანში? ხოცებისათვის. სწორია, რომელი ქართველი ცნობილი მთარგმნელი დაიკარგა უგზო უკლოდ? ივან შემდეგ. დრო ამოიწურა და შენ დაგიგროვდა 12 სწორი პასუხი. გაიმარჯვა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა, გამარჯვება მოუტანა ტატომ თავისი 12 ქულით. ხოთ დაუბრუნდით სათამაშო ადგილებს, მეგობრებო. რომ საბოლოო ანგარიში გამოვაცხადო, რომელიც გახლავთ 21-18.
სამქულიანი უპირატესობით მოიგო თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა. ბრავო, ნამდვილად შესანიშნავი თამაში იყო. ბლიც ტურში ძალიან ცოტა დააკლდა ილიაონის გუნდს გამარჯვებამდე, მაგრამ ბლიც ტურმა გადაწყვიტა ყველაფერი ასე ხანდახან ხდება ხოლმე, რას ვიზამთ. ამიტომ ახლა გასამხნევებლად აუცილებლად უნდა გადმოგცეთ სპეციალური საჩუქრები, როგორც შეგვერდით. ნახოთ. აგვაქვს აქ თბილისი Open Air 2016-ის აბონემენტი, როგორც გითხარით, რა თქმა უნდა. და აი ეს შესანიშნავი სასაჩუქრე პაკეტი გამოცემლობისგან წიგნები ბათუმში, ეს არის ძალიან ლამაზი მაგნიტური სანიშნე, ბლოკნოტი და დაემთხვა რომ არის გამოცემლობა წიგნები ბათუმშის გამოცემული წიგნი ქალაქი წყალზე, სალომე ბენძე, რომელზეც დღეს კითხვაც იყო ჩვენ გადაცემაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აი ამ ბრენდირებულ ჩანთასთან ერთად შენ, ოთარ და თქვენ თითოეულ მონაწილეს, რა თქმა უნდა, რა მეთქმის რთული, დაძაბული თამაში გამოვიდა საბოლოო ჯამში, თუმცა დღევანდელი დამარცხების გამო ილიაონის გუნდს მართავ, არავითარ შემთხვევაში არ ჩამოყართ ყურები და არ დაღონდეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთი თამაში გაქვს წინ, ჯგუფური ეტაპის პრინციპიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ რა თქმა უნდა არის ჯგუფიდან გასვლის შანსი და მობილიზებულების შეხვედრით იმ თამაშს დაწინებული ვარ. თქვენ კი გილოცავთ პირველ გამარჯვებას და ძალიან დიდ გადადგმულ ნაბიჯს ნახევარფინალებისკენ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს, ნიკო, ძალიან დიდი მადლობა. მინიშნებები არ მოგვიწია. ახლოსაც არ მივსულა. ახლოსაც არ მივსულვართ, მაგრამ შეკითხვა ხომ მოგვიწია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თამაში შედგა, ძალიან კარგი თამაში შედგა, მეიზღა დამრჩენია დაგემშვიდობოთ და გითხრათ რომ ჩვენ შემდეგ თამაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კავკასიის მედიის სკოლა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავაც და კვლავაც. ვიყურეთ გულშემატკივრეთ გუნდებს და იყავით აზარტული ყველაზე აზარტულ ლიტერატურულ შოუსთან ერთად. გემშვიდობებით. ერთი გადავიდე. მადლობა. Verastros más solichkuas Verastros más solichkuas Verastros más solichkuas Verastros más solichkuas